პოლიტიკას სტატუსიდან და ზოგადად აი ამ საკითხზე არსებული ვითარებიდან რომ ამოვიდეთ, რა არის თქვენი მოლოდინი ამ პროცესიდან? აი მოკლე გზა პოლიტიკური ოპონენტის იზოლაციისთვის გარკვეულ პერიოდში, ხო? იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ნათქვამი აქვთ, რომ რაც მახსოვს, მეგონი ყველამ თქვა, რომ არაპირებს, თუმცა მაინც დღეს მელიას უსმენდი, ის ამბობს, რომ ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს რა სიზამს გირაოსთან დაკავშირებით, უკვე ცხადია, ხო, რა მიზანით შეიძლება იყოს გათვალისწინებული ამ პატიმრობის მიხედვით. რა სიტყვით თქვენ, რა არის? ხო, ეს არის პოლიტიკური დევნა. მოგესალმებით პირველ რიგში მესალმე მაყურებელს, არის პოლიტიკური დევნა, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პარტიების დისკრედიტაცია მოეხდინა, მათ ცადეს ბევრ ხერხს მიმართეს, თუმცა კონსოლიდაცია, რაც პროდასავლურ პარტიებში შედგა, მიუხედავად ბევრი განსხვავებული მოსაზრებებისა, ეს კონსოლიდაცია მაინც შედგა. ოპოზიცია და პროდასავლური ძალები აღმოჩნდნენ ერთიანი და არ შევიდნენ პარლამენტში, ხო, ანუ არ გახდა განხეთქილება ამ თემების ირგვლივ. ამიტომ ქართულ ოცნებას მოუწია შემდეგ გეგმაზე გადასულიყო, ანუ ეს კომისიაც მაგიტო გამოიგონა, რომ რაღაცა ფორმით მიენიჭებინა პარლამენტისთვის ლეგიტიმაცია და იგიბარებს გამოგონილ თემებზე ყოფილ პოლიტიკოსებს ან ახლანდელ პოლიტიკოსებს და ცდილობს ისინი შეითრიოს თამაში, რომელიც ივანიშვილმა დაიწყო. ამ თამაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს ყოველთვის, რომ ჩვენ ივანიშვილის წესებით ვთამაშობთ. და ის ადამიანები, ვინც ივანიშვილის წესებით თამაშობენ, ყოველთვის წაგებულები არიან ეს ყველა დიქტატურულ და ავტორიტატულმა სახელმწიფოებმა გვაჩვენეს გამოცდილებით, გვაჩვენა ბელარუსიამაც, გვაჩვენა რუსეთმაც, ხო? ამიტომ ქართულ ოცნებას სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, იმ საგარეო პოლიტიკური დისკურსიდან გამომდინარე, რაც ვითარდება მათ ირგვლივ, რომ სრულად მიმართონ ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, ისინი გაანეიტრალონ და აიძულონ ერთი ან ლეგიტიმაცია მიანიჭონ და ამით ივაჭრონ და ეს იყოს ფასი, რაც უნდა გადაიხადოს პოლიტიკოსმა. ანუ პროგნოზირებად პროცესს უყურებთ, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ეს არის დასკვნა ამ ყველაფრიდან. ეხლა დღევანდელი გადაწყვეტილებით უკვე პროგნოზირებადი პროცესია, რომლის ფინალიც აღარ არის გამოსაცდელი. პროკურორი სხვათა შორის მივაქციე ყურადღება ამბობდა, ეხლა მან ცხადია არ იცის რა იქნება ამაზე ქართული ოცნების პოზიცია, იმიტომ რომ ცხადია პოლიტიკური ნიშნის მატარებელია ყველა ეს საქმე. ამბობს, რომ მაინც ინდივიდუალურად მოხდებაო ყველა кейსის განხილვა, ხომ ეს არ ნიშნავს, რომ სხვებთან დაკავშირებითაც გირაო პატიმრობით შეიცვლება. ხო, ნუ რას განიხილავენ, ანუ მათი ამბიცია და მათი სურვილი არის ნეიტრალიზაცია მოახდინონ პოლიტიკური სპექტრის და ის პოლიტიკოსები ან ის პარტიები, ვინც ითანამშრომლებენ ქართულ ოცნებასთან, ისინი შევლენ თვითმმართველობის არჩევნებშიც და ლეგიტიმაციას მისცემენ. ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას აშინებს ხმამაღალი პოლიტიკოსები, ვინც ხმამაღლას საუბრობს, ვინც მორალის მხარეს დგას, ვინც იცავს სიმართლეს ამ ქვეყანაში და ცდილობს ეს ქვეყანა გამოგლიჯოს ხელიდან ივანიშვილს. ამიტომ იმ პოლიტიკოსების განეიტრალება არის მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ამას გააკეთებენ ცხადია, იმიტომ რომ მათ აირჩიეს ეს გზა. ის წერილები, რაც დაწერეს ამერიკის და ტრამპის მიმართ, ის დღევანდელი მიღებული კანონებით, ასევე როგორ დასცინიან და მასხრად იგდებენ მეგობარ აქტს, ეს ყველაფერი ერთ რაღაცას მიანიშნებს, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს სრული ავტორიტარიზმი დაამყაროს ქვეყანაში და ამისთვის აქტიური პარტიების მოშორება არის მთავარი მიზანი. თქვენ ახსენეთ დღევანდელი განცხადება პარლამენტმა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული მეგობარი აქტის პასუხად მიიღო სპეციალური განცხადება. ეს ის განცხადება, რომელიც მე ვახსენე გადაცემის დასაწყისში, საუბარია 11 გვერდიან პროექტზე, 87 ხმა ერთხმად მიიღეს. გაგიკვირდათ? არა, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც სინამდვილეში ერთი ადამიანი არის, 87 არ არის, ერთ-ერთი იმ ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი ქვია, ისინი თავად არაფერ გადაწყვეტილებას არ იღებენ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ბიძინაც თვითონ იღებდეს გადაწყვეტილებას. ის არის სპეცოპერაციის ნაწილი, რუსული სპეცოპერაციის, რომლის განსხეულება არის ივანიშვილი და ივანიშვილის საცეცები არის ის 87 დეპუტატი თავის სუსთან და პოლიციასთან ერთად, ვინც რავი, ამდენი ხნის მანძილზე.
ეხლა აი ხა რა პროცესს ჩვენ ვუყურებთ ხო და რასაც ვადევნებთ თვალს, რეალურად რა პროცესში შედის არის ყოფება ქართული ოცნება, ხო, უპასუხო წერილები. ეხლა მიღებული არის ახალი განცხადება, რომელიც უაღრესად მტრულ აქტად აფასებს მეგობარ აქტს. აქ Deep State-ზე ალაპარაკი და ნათქვამია, რომ Deep State და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის, ეს ძველი ტექსტი უკვე ძირის გამოთხრაში ცდილობენ და ასე შემდეგ. ანუ რამე შედეგზე ორიენტირებული არის ეს პროცესი, თუ საგარეო ველზე კონკრეტულად, თუ მარტივად რო ვთქვათ, აი რეალურად არის შიდა მოხმარების, იმიტომ რომ ოცნება ამბობს, რომ ჩვენ შევდივართ ამ საარჩევნო პროცესში და ყველა ეს განცხადება შესაძლოა ემსახურება იმას, რომ იმ მოქალაქეს, რომელიც უყურებს აი ამ ვითარებას და ამბობს, რომ აი სწორი არის ამგვარი ნაბიჯები, დიახაც ოცნება რაღაც სწორად გადის ამ გზაზე, ხო, მათ შორის იმ გარესაფრთხეების გათვალისწინებით. აი თქვენ რა ტიპის ორიენტირს ხედავთ? ნახეთ, სიტუაციას ასე უნდა შევხედოთ, ქართულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ისტორიული მოვლენა მოხდა, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რაც ამერიკაში დგას, ქართველი ხალხის ხმა ისმის ამერიკაში და მეგობარი აქტის მიღება 359 კონგრესმენის მიერ ხმის მიცემა ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხის გვერდითგან და არ მოწონთ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები. ეს არის ქართველი ხალხის და პროდასავლური ძალების მხარდაჭერა საქართველოსთვის. ეს რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის? ის რომ იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ოდესმე რამეს დაალაგებდნენ, აღარ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სცადეს, დაახლოებით 2 კვირის წინ ჩასულები იყვნენ ხო ქართული ოცნების წარმომადგენლები და გვატყუებდნენ, რომ ძალიან წარმატებული შეხვედრები ჰქონდათ. ამას მოყვა ზუსტად მეგობარი აქტის სენატში განხილვა და უკვე გადავიდა და ხმა მისცეს. ანუ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. ამიტომ ქართულ ოცნებას დასჭირდა თავისივე შემორჩენილ ამომრჩევერს აუხსნას რა ხდება. ეს აქტი გამოაცხადოს მტრულად და ის სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მტრული აქტი არის ქართული ოცნებისთვის. იმიტომ რომ მხოლოდ ქართულ ოცნებას ეხება. ეს მეგობარი აქტი შედგება 2 ნაწილისგან, რაც ვიცით, ხო? ერთი არის სანქციების თემა, ვინც ძალადობაშია ჩართული, ვინც ძირს უძღვის დემოკრატიას და კავშირი აქვს ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან და აძლიერებს მათ რეჟიმებს საქართველოში მათ ეხება და მეორე ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადისა, ხო ესეც არის პაპუაშვილის, რომელიც ესე ძალიან სამწუხარო არის პაპუაშვილი როგორ დეგრადირდა და როგორ მივიდა ამ დონემდე, რომელიც 20 წლის მანძილზე მუშაობდა გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, იყო ჩემი კოლეგა სამართლის პროგრამაზე. როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს 20 წლის თავზე ასეთი, რომ ევროკავშირის გრანტებით, რომელთაც ის არსებობდა, რომელთაც მან კარიერა გაიკეთა, დღეს ამბობს ევროკავშირზე, რომ რაღაც ევროკავშირის დროშაში გახვეული გლებით ვინ უწოდა რა უწოდა. გიორგი, აი დღეს უსმენდი მის სიტყვას და სამოქალაქო სექტორს რო რევოლუციის მოწყობის ველობაში ადანაშაულებს, ხო იცი დღეს გამოყო ეს რევოლუციის ორგანიზატორები და ანუ NGO-ებთან დაკავშირებით ესეთი რაღაცას ამბობს, რომ ხალხთანო არ აქვთო კონტაქტიო და მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენო. ბევრჯერ შეახსენეს, ანუ მის თავსაც ჩათვლიდა თუ არა ამგვარ პირად, იმიტომ რომ თავად ამ მიმართულების წარმომადგენელი იყო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, ხო? 20 წელი მუშაობდა სამართლის პროგრამაში, რა მეემჩნევა ბატონ პაპუაშვილს, რომ სამართლის პროგრამაში მუშაობდა, არა. და ისიც საგულისხმოა, როცა დონორებს შეეხება, ხო? მაგალითად USAID-ის და ამერიკის და ევროპის დონორული ფულით ამ ქვეყანაში არსებობდა სოფლის მეურნეობა, ფინანსდებოდა გრანტები, რაც შემოდიოდა ეკლესიები, გელათის მონასტრის აღშენება, რეკონსტრუქცია, ასევე დადიანების სასახლის მარტო ამერიკიდანაც დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველომ, ხელახ 6 მილიარდი არის შემოსული სხვადასხვა პროგრამებით, ტუბერკულოზის მკურნალობით დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული. ანუ ეს ფული დონორების ფული იყო, ხო, ჩვენი მეგობრების ფული იყო, რომელთაც მოიხმარდა ქართველი ხალხი. ამ პროექტებზე ამბობენ, რომ ევროკავშირის დროშაში გახვეული უსამართლობა, ანუ ეს როგორ შეიძლება მით უმეტეს არის, ამას ვამბობ პაპუაშვილისგან, ეს ძალიან ძიმედ მოსასმენი, რომელიც 20 წლის მანძილზე ამ ქვეყნის სამართლებრივ პროგრამას ემსახურებოდა. ზუსტად იმ გრანტებით აშენდა ამ ქვეყანაში სამართლის პროგრამა. ის კანონები ჩვენ რაც გვაქვს მიღებული, სწორედ მათი დახმარებით არის მიღებული. ის ჰარმონიზაციის პროცესი, რაც ევროკავშირთან დაიწყო, მათი დახმარებით არის. სწორედ
სწორედ აი ამ კანონების საშუალებით უნდა გამხდარიყავით ევროკავშირის წევრი და დღეს გამოდის და ამბობს რომ ყველაფერი სცენაზე გამოდის deep state და ყველაფერი წყალში იყრება. ხო ესეთია მოკავშირე არსი მათ შორის. მათ სხვა გასასამართლებელი საფუძველი აღარაფერი აღარ აქვს. ამიტომ უნდა გამოიგონეს ეს deep state, ოღონდ თვითონაც არ გამოუგონიათ. deep state პირველად გაჩნდა რუსეთში 90-იან წლებში და როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ ამბობდნენ რომ საბჭოთა კავშირი მაგიტომ დაიშალა, რომ deep state-მა დაშალა საბჭოთა კავშირი. მაგას ვამბობ, თვითონ არაფერს არასდროს არ იგონებენ. რუსული სპეცოპერაციის მომსწრენი ვარ ჩვენ ყოველდღიურად, როდესაც ვუსმენთ ქართულ ოცნებას. ყველა კანონი, ერთი კანონი გავიხსენოთ ბოლო პერიოდში, რაც მიიღეს ქართველი ხალხის სასარგებლოდ. რამე მიიღეს? ანუ გაგიჟებული პრინტერებით ბეჭდავენ ამ კანონებს, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ერთ კანონს ვერ მოვძებნით, რომელიც ხალხისთვის არის. რამე კანონი მიიღეს? არაფერი. ან შეზღუდვების კანონი მიიღეს, NGO-ების გაუქმების კანონი მიიღეს, მეგობარ აკტური აქტი უწოდეს, რომელიც 6 მილიარდზეა საუბარი დახმარებაზე. ევროკავშირს მტერი უწოდეს აგერ პაპუაშვილმა, რომელიც წევრიც უნდა გამხდარიყავი და მილიარდობით გრანტი უნდა შემოსულიყო ქვეყანაში, ვინც ხალხს უნდა დახმარებოდა. პოლარიზაციაც უცხოეთიდან მოგვახვიეს თავზე, მოკლედ ყველა კუთხეშია დამნაშავე, ყველაფერში გარდა. რა თქმა უნდა, თვითონ დამნაშავე ვერ იქნებიან, რომ თავი რო დაიდანაშაულო, მაშინ რუსეთზე უნდა თქვან ღიათ, რომ რუსეთია დამნაშავე და მაგას ვერ იტყვიან ვერასდროს, და რომ ეშინიათ ივანიშვილის და ივანიშვილის პუტინის. დიდი მადლობა გიორგი. დაგემშვიდობები, გიორგი ბუტიკაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.